გამარჯობა, ეთერშია სოლიდარობის სტუდია და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი დღევანდელი სტუმრები არიან პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი და გენერალური მდივანი თემურ ფიფია. მოგესალმებით ბატონებო. მადლობა რომ მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. ბატონ მიხეილ, მოდით თქვენით დავიწყოთ. დონალდ ტრამპს აქვს ულტიმატუმი რუსეთის მიმართ და მისცა მას 50 დღე ამ უკრაინაში ომის დასასრულებლად, თუმცა მალევე გადმოსწია თარიღი და თქვა რომ 10-12 დღე იქნება დედლაინი ამ ულტიმატუმის. თუ ეს არ მოხდება, ის იმუქრება კვლავ სანქციებით რუსეთის მიმართ და ამბობს რომ აუწევს საგადასახადო ტარიფებს რუსულ საქონელს, ან მაქსიმალურად შეზღუდავს რუსეთს ვაჭრობის თვალსაზრისით და შეასრულებს თუ არა რუსეთი ტრამპის ამ მოთხოვნას, ვინაიდან კრემლში უკვე მიიღეს ცნობად ეს მუქარა. ტრამპის მხრიდან თქვენ როგორ ფიქრობთ? აქ როგორ განვითარდება მოვლენები? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. გუშინ ბატონმა ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ პასუხი არ მიუღია ვლადიმერ პუტინისგან და ეს ძალიან სამწუხარო არისო და ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ არაერთარი პასუხი არ იქნება გამომდინარე ბატონი პესკოვის განცხადებისა, სადაც მან ბრძანა, რომ ჩვენ მივიღეთ, მაგრამ რეაგირება პრაქტიკულად არ არსებობს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს 50 დღიანი ულტიმატუმი გათვალისწინებული იყო ორი ფაქტორის შეიძლება მომხდარიყო. ეს იყო პირველი, რომ ამ პერიოდში ზელენსკის გადაყენება მოესწრო დასავლეთს, რომელიც კოლექტიურად აუჯანყდა დაწყებული საფინანსო სანქციებიდან და ჩვენ გვახსოვს ორი კვირის წინ საფრანგეთმაც, იტალიამაც და მათ შორის ნაწილობრივ გერმანიამ, თუმცა გერმანიამ 2 დღეს შეცვალა თავის განაცხადება, უარი განაცხადეს მიაწოდონ იარაღი ვლადიმერ ზელენსკის სამხედრო დანაყოფებს. ამავდროულად გათვლა იყო ასევე იმაზეც, რომ შეიძლებოდა აი მე-18 პაკეტის სანქციო პაკეტის შედეგად რუსეთში გამოეწვიათ მორიგი მღელვალება, რაც რა თქმა უნდა წარმოუდგენელია და ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებას არანაირი პრობლემა ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე და უახლოეს პერიოდში არ უდგას, მიუხედავად აი ამ სანქციების საკმაოდ მძიმე შედეგებისა, რომელსაც ვარაუდობენ დასავლელი ლიდერები, რომ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებენ რუსეთის ხელისუფლებას. ამავდროულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ SVR-მა რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელობამ გააკეთა ინფორმაცია, რომ ზუსტად ამ პერიოდში, როდესაც ეს ულტიმატუმი შევიდა ძალაში, ერმაკი, ბუდანოვი და ზალუჟნი შეხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატების და ბრიტანეთის წარმომადგენლებს და იყო ძალიან საინტერესო და სერიოზული საუბარი. ვიცით რომ ზალუჟნის მოიაზრებენ ზელენსკის შემცვლელად და აქედან გამომდინარე ჩათვალა ალბათ ტრამპმა, რომ 50 დღე ძალიან ბევრია და უფრო მოკლე ვადებში შეიძლება მიაღწიონ უკრაინაში მაიდანის მოწყობას და აიძულონ ზელენსკი გადადგეს. ზელენსკი იძულებული არის თავიდან ასე ვთქვათ ამოქოქოს თავისი იდეოლოგიური მანქანა და უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ყოველგვარი მორიდების გარეშე, წინაპირობების გარეშე, თუმცა ჩვენ გვახსოვს რამდენჯერმე წაუყენა, რამდენიმე თვის წინ. ხო, თავის პირობები წაუყენა, რადგან ჩათვალა, რომ მას ყველა ნებისმიერ შემთხვევაში დასავლეთი დაეხმარებოდა და უარს არ იტყოდნენ ამ დახმარებაზე. ანუ მოცემულობა ასეთი გვაქვს. დრო აჩქარდა და ამავდროულად აუცილებლად ხაზია გასასმელი იმაზე, რომ ჩინეთში ჩასვლის პერიოდში ტრამპი აპირებდა იქ შეხვედროდა ვლადიმერ პუტინს. ანუ რაღაცით უნდა ჩავიდეს. თუ დაუშვათ ეს 50 დღე ძალაში დარჩა, მაგრამ იცით რა არის? არ დაუკონკრეტებია მეორეჯერ ეს 10-12 დღიანი ულტიმატუმი. არ გაუმეორებია. ეს მან განაცხადა, მაგრამ გამომდინარე ვიცით რა მისი ხასიათი, არ არის გამორიცხული, რომ ეს 10-12 დღიანი ულტიმატუმი არ შევიდეს ძალაში. ნახოთ, აი უახლოეს ერთი კვირის ამბავია, როგორ განვითარდება უკრაინაში მოვლენები და ამავდროულად როგორ განვითარდება რუსეთის ჯარების არმიის წინსვლა უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც ყოველდღე უკვე
ასე ვთქვათ, თვალნათელი ხდება და სანამ იქ ამინდები აირევა, ეს არის აგვისტო-სექტემბრის პირველი ნახევარი, სავარაუდოდ არის ყველაზე ხელსაყრელი პირობები იმისთვის, რომ იქ დაიწყოს, ანუ რუსეთმა გააფართოოს თავისი არეალი, სექტემბერ-ოქტომბერში უკვე იქ წვიმებია და მოგეხსენებათ, კლიმატური მდგომარეობა არ მისცემს საშუალებას ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების ჩატარების საშუალებას. ყოველ შემთხვევაში, ყველა ვარიანტში დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი მოილაპარაკებენ უკრაინასთან დაკავშირებით და უკრაინას და მის ლიდერს არ ელის კარგი დღე. ეხლა რაც შეეხება ზალუჟნი ეს ის ადამიანია, რომელიც რა თქმა უნდა არის რუსეთის მოწინააღმდეგე, თუმცა ჩვენ გვახსოვს ერთ-ერთი პირველი ვინც ასე ვთქვათ ზალუჟნიზე ალპარაკდა, ეს იყო რუსეთის პრეზიდენტი. და დასაშვებად მიიჩნია ზალუჟნი, ალბათ იმიტომ, რომ უფრო ადეკვატურია და უფრო მეტად შეიძლება ადამიანთან საუბარი იმ პრობლემებზე, რომელიც პირველ რიგში უკრაინას უდგას. თან ადეკვატურია თუნდაც სამხედრო ხაზით. აიდან რუსეთის გენერალური შტაბში სწავლობდა და მისი მასწავლებელი იყო რუსეთის გენერალური შტაბის დღევანდელი ხელმძღვანელი გერასიმოვი. ზუსტად მაგის თქვა მინდოდა ბატონო დავით, რომ მისი მასწავლებელი იყო გერასიმოვი და საკმაოდ თბილად იხსენიებს ბატონ გერასიმოვს და საკმაოდ დიდ პროფესიონალად, ამბობს რომ ეს არის დიდი პროფესიონალი და ბევრი რამ ვისწავლე მისგანო. ნუ ნახოთ როგორ განვითარდება ვითარება, მთავარი არის ეს სისხლის ზღვა, ძმათა შორის სისხლის ზღვა დასრულდეს ისე რომ ზოგადად ყველა რა თქმა უნდა ყვაყოფილი არის, ვერ იქნება, მეტნაკლებობა არის, მაგრამ ერთამეშ დარწმუნებული ვარ. შეიძლება მოხდეს ეს 2-3 თვეში, მე ვფიქრობ რომ სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის პირველ რიცხვებში გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევენ, მაგრამ ჩემი აზრით ეს არ იქნება საბოლოო შედეგი იქნება უფრო ცოტა ასე ვთქვათ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ დადგება და ალბათ ეს 28-29 წლისთვის იქნება საბოლოოდ გადაწყვეტილი. ესაა ჩემი მოსაზრება. კი ბატონო, თქვენ აქ საინტერესო მომენტი აღნიშნეთ ასევე ზალუჟნისთან დაკავშირებით, რომ გაიმართა შეხვედრა ამერიკელების წარმომადგენლებთან, ზალუჟნი, ეს ბუდანოვი, საგარეო დაზვერვის შეფი უკრაინის და ასევე ერმაკი ადმინისტრაციის ოფისის ხელმძღვანელი ზელენსკის, მაგრამ თქვენთან გადმოვალ ახლა შეხვედრა არც მეტი არც ნაკლები გაიმართა ალპებში. ეს დაახლოებით ისეთი რაღაცა, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს იქ ალენდალესი ამერიკელი წარმომადგენელი დაზვერვის შეხვდა უკვე ვერმახტის წარმომადგენელს და ესეთი სეპარატული მოლაპარაკებები ჰქონდათ ამ ომის შემდეგ ნაცისტი ხელმძღვანელების, თქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადახვეწაზე, თუ არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ომის ისე დასრულებაზე, როგორც თქვათ, ახლა შესაძლოა უკრაინელებს ამერიკელები ცდილობენ რომ დააჯერონ, მოხდეს ეს ჩანაცვლება, თუნდაც ამ ზალუჟნის ზელენსკის ადგილი რომ დაიკავოს მან. და პესკოვმა თავის განცხადებაში პრინციპში კარგად მიანიშნა, რომ თავად ეს შეხვედრა და ზალუჟნი, რომელიც ახლა არის უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში, თავად პასუხობს ამ კითხვას. ანუ დიდ ბრიტანეთში ელჩობა ეს იმას ნიშნავს, რომ ანგლოსაქსები როგორც ჩანს რაღაც ახალი რეცეპტურა აქვთ უკრაინასთან მიმართებით, ანუ ერთი მარიონეტი ხელმძღვანელი ჩაანაცვლონ მეორეთი. აი ამაზე თქვენი აზრი როგორი იქნება? მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მოგესალმებით ტელემაყურებელს. მე არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ეს კონფლიქტი დასრულდება, თანაც შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის შეთანხმებით, თანაც უახლოეს თვეების მანძილზე, თუნდაც პეკინში. იმიტომ რომ ჩვენ სახეზე გვაქვს ძალიან ღრმა კრიზისი სოფლიოში, რომელიც გამოწვეულია იმ სისტემის კრიზისით, რომელიც დამყარდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს ნეოლიბერალური კაპიტალიზმის სისტემა, გლობალური სისტემა შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით. ამან თავისი ეს ეპოქა დამთავრდა, ჩვენ ვხედავთ პოლარიზებას, ჩვენ ვხედავთ რამოდენიმე პოლუსს, ძირითადად ორ პოლუსს, ეს არის შეერთებული შტატები და მისი სატელიტი ევროკავშირი და მეორე რუსეთ, პეკინის და მოსკოვის კავშირი.
ეს არის ესეთი დაპირისპირება ღრმა, რომელიც არ გადაწყდება, შეუძლებელია გადაწყდეს მორიგებით, შერიგებით. თუ ეს მოხდა, ეს იქნება დროებითი, ან ერთმა მხარემ უნდა გაიმარჯვოს, ან მეორე მხარემ. ან შეერთებული შტატები იმარჯვებს ამ შეჯიბრებაში და ძირითადად ის ეჯიბრება ჩინეთს, ჩინეთია მისი მთავარი მოწინააღმდეგე და ან მეორე მხარემ პეკინი მოსკოვის აი ამ კავშირმა. ასე რომ უკრაინაში რაც ხდება, აი ამ დაპირისპირების გამოხატულება, ამ ღრმა კრიზისის გამოხატულება. დაახლოებით იგივე სიღრმის, იგივე მნიშვნელობის, იგივე მასშტაბის კრიზისია, როგორც იყო ეს პირველი მსოფლიო ომამდე, რამაც გამოიწვია პირველი მსოფლიო ომი თავის დროზე. ისეთივე კრიზისია, როგორც იყო მეორე მსოფლიო ომამდე, რომელიც აიმ კრიზისმა კი გამოიწვია მეორე მსოფლიო ომი. ჩვენ ვიცით და გვახსოვს და ვიცით როგორ დამთავრდა ეს. აი ესეთი ღრმა კრიზისია, ასე რომ არ ამგონია რომ ასე სწრაფად დამთავრდეს. თუ რაღაცა მოხდება ესეთი დაუშვათ სამშვიდობო ხელშეკრულების მსგავსი, ეს იქნება დროებითი. მე პესიმისტურად ვარ განწყობილი, რომ მშვიდობით დამთავრდება რამოდენიმე თვეში რუსეთ-უკრაინის ომი. მე მგონია რომ ის გაგრძელდება. და მე მგონია რომ რუსეთი თავისი მიზნების შესრულებას იმ მიზნებისა რაც არის დემილიტარიზაცია უკრაინისა, დეფაშიზაცია, აი ეს ორი ძირითადი მიზანი, ამას მან უნდა მიაღწიოს. იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში დღეს არის, ამ მდგომარეობაში გაჩერება, რომ დონბასიც არაა ჯერ განთავისუფლებული დაუშვათ, არა? ამ მდგომარეობაში ფრონტის გაჩერება ეს არის რუსეთის აშკარა მარცხი. რაც მას ჩვენ ვხედავთ რომ მას წარმატებები არ გააჩნია ფრონტზე გააჩნია წარმატებები იქ, მაგრამ საერთო ჯამში დსთ-ის ტერიტორიაზე ამ სივრცეში მარცხზე განიცდის. შეიძლება რუსეთს ძალიან, ესე იგი ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენეს შეერთებულმა შტატებმა, მისმა მოკავშირეებმა თურქეთის სახით, ისრაელის სახით, აზერბაიჯანის სახით, სამხრეთ კავკასიაში, სომხეთის სახით. ასე რომ აქ ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა და რომელიც ეხება პირდაპირ საქართველოს. სამხრეთ კავკასიაში შეიცვალა ვითარება. ის რაც იყო 2-3 თვის წინ, ეს ვითარება ახლა აქ არ არის. ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, როცა საქართველოს უნდა გადაწყვიტოს. ან იქ უნდა იდგეს, ან აქ უნდა იდგეს. თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან ფრთხილად იქცევა, ძალიან ფრთხილად, მაგრამ ეს სიფრთხილებასაც თავისი საზღვარი აქვს. მის დროს ფრთხილად იქცევა, ჩვენ ხედავთ, აი ეს სიფრთხილე რაში გამოვლინდა, იმაში, რომ ნატოს წვრთნები ტარდება თბილისის შემოგარენში და ნატოს შეერთებული შტატების დროშით და საქართველოს დროშით ჯავშან მანქანები დარბიან საქართველოს ქუჩებში და ერთდროულად საპარლამენტო დელეგაცია, მაღალი დონის საპარლამენტო დელეგაცია ეწვია პეკინს. კი, მისაღებია ეს თქვენი ვერსია, თუმცა აქ ვფიქრობ, რომ უფრო სხვა პლასტით შეიძლება ამ საკითხის ესე განხილვა, რუსეთს აქვს ალბათ თავისი ხედვები ამასთან დაკავშირებით, რაც უშუალოდ ეხება კავკასიას. თქვენ ბრძანებთ, რომ რუსეთმა წააგო არაერთი მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა იქ უკრაინის ფრონტზე აქვს მიღწევები, ახლა ბოლო ინფორმაცია იყო, რომ უკვე პოკროვსკში ესე ერთ-ერთი ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც პასუხისგებელია უკრაინული ძალების იარაღით მომარაგებაზე, ან ზურგი უფრო მეტად რო იყოს იქ მომაგრებული, უკვე რუსები შევიდნენ იქ. თუმცა მედგარწინააღმდეგობას უწევენ უკრაინელები. მაგრამ რაც შეეხება ამ რეგიონალურ მარცხს, რაზეც თქვენ ამახვილებთ ყურადღებას, ვფიქრობ, რომ კრემლში და არა მარტო კრემლში, იქ რუსეთის საგარეო უწყებაში ცოტა სხვაგვარად უყურებენ. შესაძლოა ეს ჩემი ვერსია იყოს. ბატონო მიხეილ, თქვენ როგორ ფიქრობთ? რუსეთი ყოველთვის ხელმძღვანელობს თავისი ისტორიული მეხსიერებით, ისტორიული ასე ვთქვათ, მეცადინეობით, რა ომებიც აწარმოა, გნებავთ რეგიონალური, გნებავთ უფრო მასშტაბური. თქვენ როგორ ფიქრობთ? ის რომ
და რაც გაცხადებული აქვს არაერთხელ რომ მათ არ უნდათ ნამდვილად კავკასიაში იხილონ ანგლოსაქსები, ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთი, მეტიც აი ნატოსთან წინააღმდეგობის შემდეგ თუ კი ევროკავშირს არ მიიჩნევდნენ საფრთხეთ, ახლა პირიქით ამბობენ რომ ნატოსთან ერთად უკვე განვიხილავთ ევროკავშირსაც. და ჩვენ შევებრძოლებით ევროკავშირის გაფართოებას თუნდაც ჩვენ საზღვრებთან. და შეიძლება ითქვას თურქეთის რეგიონში მოძლიერება და შესაბამისად აზერბაიჯანსაც უფრო მეტად აქ ახლა აწეული აქვს ამბიციები ეს რუსეთის მარცხად. იქნებ რუსეთისთვის უფრო გამჭირვალეები და პროგნოზირებადები არიან აზერო-თურქები, რომ სამომავლოდ საბოლოოდ ამოუკვეთონ ფეხი ბრიუსელს და ვაშინგტონს კავკასიაში და დაეიყვნენ აქ ჰეგემონები ჭყალებში ვამბობ თურქები და აზერბაიჯანელები. თქვენ ახლა რას ბრძანებთ ბატონო დავით დაახლოებით მიგიხვდით დროებით სანამ რუსეთი ასე ვთქვათ დაკავებული არის უკრაინის პრობლემით და კიდე სხვა მრავალი პრობლემით და ჩვენ არ დაგვაუწეს რომ დასავლეთი არ შეჩერდება აგერ სანდუმ წამოყო თავი და ამზადებენ მან განაცხადა დღეს რომ რუსეთი აპირებს საპარლამენტო არჩევნების ჩარევას რომ იგი აპირებს ევროკავშირში 28 წლისთვის შეიყვანოს მოლდოვა, რომ ევროპა გაშმაგებით ეხმარება, გამალებით ეხმარება მოლდოვას, ის რომ დნესტრისპირეთის საკითხი კიდე ღია არის და იქ მოგხსენებათ რამხელა სამხედრო პოტენციალია, თუმცა დაძველებული, მაგრამ რაღაცა პერიოდს კიდე ახლა ის იარაღი გამოადგება ვის ხელში საღმოჩნდება. აი ეს კრებსითად რო ავიღოთ, ამას დავამატოთ კალინინგრადის პრობლემა. რომელსაც წარამარა წამოაძახებენ ან შეახსენებენ რუსეთს და ამას დავამატოთ ისიც რომ ჩრდილოკორეელი 10000 ჯარისკაცის ნაცვლად ჩვენ დღეს ვხედავთ უკრაინის ფრონტზე უკვე 30000 ჯარისკაცს და მე დარწმუნებული ვარ შეიძლება უახლოეს პერიოდში ეს ციფრი 50000-ის გახდეს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ტრაბახში არ ჩავმართვათ ერთადერთი ადამიანი ვიყავი ქართულ მედია სივრცეში რომელმაც განაცხადა რომ დაახლოებით 1 წლის წინ რომ ჩვენ უკრაინის ფრონტზე დავინახავდით ჩრდილოკორეელ სამხედროებს. კი ბატონო, არის ამის ვერსია, რომ რაღაცა პერიოდის განმავლობაში თურქებმა როგორც თქვენ ბრძანეთ გადაცემის დაწყებამდე ჩვენ საუბრობთ ამ თემაზე, გარკვეულწილად ადვილად პროგნოზირებადები არიან თურქები და რუსები ერთმანეთს, ისევე როგორც გერმანელები და რუსები, გარკვეული ისტორიული ასე ვთქვათ ურთიერთობების გამო 4 დიდი ომი იყო და 12 შეტაკება იყო. წარმოგიდგენთ რამდენად კარგად აყავთ მენტალურად, გენეტიკურ დონეზე ერთმანეთის შესწავლილი, მაგრამ მე მაინც ვერ დაუშვებ იმას, რომ რუსეთმა საქართველოზე, კავკასიაზე, აზერბაიჯანის სასოფლეთზე თქვას უარი. მე ვთვლი, რომ ეს არის ტაქტიკური, ასე ვთქვათ, უკან დახევა იქნება თუ დროის მოგება, თუ ეს ვერსია, რასაც თქვენ ბრძანებთ, ეს ვერსია გამართლა მაშინ გასაგებია პროცესები, რომ უბრალოდ ეხლა აქ სიტუაციის დაძაბვა არავის არ აწყობს, იმიტომ რომ ამას შეიძლება გამოიწვიოს საკმაოდ არა პროგნოზირებადი მდგომარეობა, რამაც შეიძლება ჩაითრიოს ირანი, რის შედეგადაც ჩვენ შეიძლება მივიღოთ საკმაოდ სერიოზული სამხედრო კონფრონტაცია, რომლის ჩაქრობაც უკვე ძალიან სერიოზული ძალისხმევის შედეგად მოუწევს რუსებს. ვნახოთ, არის იმპერიებს აქვს ესეთი პირველ მნიშვნელოვანი, მეორე მნიშვნელოვანი და მესამე ხარისხოვანი, ასე ვთქვათ, საკითხები განაცხადებს. შრეების მიხედვით და თუ აზერბაიჯანის, სომხეთისგან, საქართველოსგან და თურქეთისგან რუსეთი არ იგრძნობს იმ საფრთხეს, რომელზეც ჩვენ ხშირად საუბრობთ და ეს საფრთხე არ იქნება ისეთი, რომელიც მის საციცოცხლო ინტერესებს შეესაბამება, გარკვეულწილად შეიძლება მაგრამ მე მაინც შორსა ვარ იმას გარ რომ ეს იქნება ხანგრძლივი პერიოდი. ისევე შორსა ვარ იმაზე, როგორც თავიდან თქვი და ბატონმა თემურმა იგივე თქვა, რომ უკრაინის ამ მდგომარეობა შეეგუება. შეიძლება უახლოეს 2 თვეში იყოს გარკვეული ხელშეკრულება დადებული, გარკვეული შეთანხმება მიიღონ, ახალი არჩევნები. აი თუ ახალი არჩევნები ჩატარდა უკრაინაში და ეს ტერიტორიები, რომელიც უკვე აღებული აქვს რუსეთს, იმის აღიარება მოხდა უკრაინის მხრიდან. თუ აღმოსავლეთ ევროპაში მოხდა გარკვეულწილად ნატოს გავლენის და ნატოს ინფრასტრუქტურის შემცირება. მე ვსვავ კითხვას, რუსეთს პირველი ეტაპი მიღწეული აქვს თუ არა თავისი, ასე ვთქვათ, სურვილი და თავისი ულტიმატუმი, რიბკოვის ულტიმატუმი. შეიძლება 50%-ით, მაგრამ მიღწეული აქვს. 100% მიღწეული აქვს საქართველოს და უკრაინას შორის, მაგრამ დანარჩენი მეორე პუნქტის 50%-ის რომ მიაღწიოს,
და გარკვეულწილად დაამშვიდოს სიტუაცია და მოიკრიბოს ძალები და ბატონო თემურმა სწორედ ზადა. რუსეთში აი ეს გამალებული დაჭერები, რომელიც არის და აუცილებელია ალბათ ჩვენ ახალ რთული აქედან ისაუბრო ამ დაჭერებზე, მაგრამ ფაქტია რომ ისეთ თანამდებობის პირებთან დაიჩოქა, თუნდაც სიკვდილის ბუზი დააждდა, რომლის საქმიანობა ძალიან სერიოზულად იყო მიმართული სამხედრო ოპერაციებზე, გნებავ თავდაცვით, გნებავ თავდასხმით და ასე ვთქვათ შეტევებთან დაკავშირებით. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რუსეთს ეხლა როგორც ყველა დიდ იმპერიას არ ეჩქარება, მას აქვს დრო იმისთვის, რომ გარკვეული 2-3 წლის განმავლობაში მოახდინოს თავის ძალების მობილიზება და შემდგომში უკვე ყველასთან დაიწყოს საუბარი. რაც შეეხება კავკასიაში და აზერბაიჯანთან ურთიერთობას, აი დღეს ვკითხულობთ, კიდე რამოდენიმე რუსეთის რეგიონის აზერბაიჯანული სათვისტომოს თავმჯდომარეები ზოგი გამოძევებულია, ზოგზე სისხლსაღმრთის საქმე აღიზრდა და ასეულობით დიდი მრავალტონიანი, მრავალათეულტონიანი სატვირთო მანქანები სასმელ-სამეურნეო პროდუქციით დგას საზღვრთან და სხვადასხვა მიზეზით ხდება მათი დაბრძოლება და აღშეყვანა. ეს რა თქმა უნდა გამოიწვევს უკმაყოფილებას აზერბაიჯანულ ბიზნესმენებს შორის, ეს გამოიწვევს უკმაყოფილებას აზერბაიჯანულ ბიზნესში, ეს გამოიწვევს უკმაყოფილებას სასომხეთის და სომხეთის პოლიტიკურ წრეებში და აი ეს რო არ აფეთქდეს, ჯობია ლოკალიზება მოხდეს. და უკვე აი ზატულინმა თქვა მას წინათ, ჩვენ ვიცით რომ ხელშეკრულება გააფორმეს ბაქომ და კიევმა აზერბაიჯანული გაზის მიწოდებაზე. ხო და პირდაპირ ამბობს რომ ეს უკვე არამეგობრული ნაბიჯია, რომ აზერბაიჯანმა გააუხლა უკრაინას მიწოდება. აი დაახლოებით ესე რო გითხრათ, რომ დროში ჩავжет ბატონო თემური და მე. თქვენ ახსენეთ ეს არჩევნები, იქ აქ იგულისხმება უკრაინაში არჩევნები, თუ დაინიშნა, ეხლა მოლდოვაშიც არის და ეს სანდუ, ქალბატონი სანდუ ძალიან წუხს ამბობს, რომ რუსეთი აპირებს უპრეცედენტო ჩარევასო, მაგრამ აქ არის აგრეთვე საუბარი მედიაში ტრიალებს ეს აზრი, რომ ჩვენ აქ თვითმმართველობის არჩევნები გვაქვს მართალია, თუმცა ეს რადიკალური ოპოზიცია სულ მიანიშნებს და ეს გარე ძალების განცხადებებით ასევე იკვეთება, რომ მათ სურთ რომ საქართველოშიც შედგეს ესეთი რიგ გარეშე არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები იგულისხმება აქ. მაგრამ ამას გარდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერები პირდაპირ მიანიშნებენ რევოლუციურ სცენარზე. ხალხ დღეს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა შალო პაპუაშვილი, ეგ ბოკუჩავას უთქვამს ამ ნაციონალების თავმჯდომარეს და ასევე გასაგებია ეს მათი ლიდერები ვინც არიან ამ ნაცების და ამ რადიკალების, რომ აზრად აქვთ ეს, რომ თუ კი აქ ტალღა აგორდა და ამ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები აიყოლიეს, უბრალოდ რევოლუცია ასე წინსწრებად არ ანონსდებაო და თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა ასეთი სცენარი იმის პარალელურად ხომ არ უნდათ მათ განახორციელონ თუ როგორ წარიმართება თუნდაც აი ამ საგარეო მიმართულებით ბევრ ამას წვეთს მთავარი ძირითადი ძლიერი მოთამაშეები ქვეყნებს გულისხმობ აქ როგორც შტატებს ასევე რუსეთს იმის პარალელურად თქვენ შეკითხვაში იკვეთება პასუხი ჩვენ ამ სტუდიაში თქვენთან საუბარში არაერთხელ აღნიშნეთ რომ ოპოზიციის დროებითი მარცხის მიუხედავად იმ მარცხის მიუხედავად რომელიც აგება მას ქართულმა ოცნებამ გამოაჩინა მისი სახე ბოლო 2-3 წლის მანძილზე ქართულმა ხალხმა ნახა რას წარმოადგენს ეს ოპოზიცია რომ ეს არის ანტიქართული ანტისახელმწიფოებრივი ძალა და მასში წარმატება დიდია რა თქმა უნდა ქართული ოცნების ხელმძღვანელობისა პირადად ბიძინა ივანაშვილისა და იმ საგარეო პოლიტიკისა, პრაგმატული საგარეო პოლიტიკისა, რომელსაც ატარებდა ქართული ოცნება 2-3 წლის მანძილზე მიუხედავად დიდი ზეწოლისა. აი იმ პოლიტიკას დაუპირისპირდა ოპოზიცია და გამოაჩინა თავის სახე. მიუხედავად ამისა ყველაფერი წინ არის. ჩვენ რამდენჯერმე გქონდა ამაზე საუბარი, რომ აი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ზუსტად იმის გამო რომ საერთაშორისო მდგომარეობა ძალიან მძიმეა ზუსტად იმის გამო რომ საქართველოს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დრო არ არის არ რჩება დრო ან
იქ უნდა დადგეს, ან აქ უნდა დადგეს. აი ეს დიდი დაპირისპირება, რაზეც ვსაუბრობდი ამას წინათ აგერ ახლა 5 წუთის წინ შეერთებულ შტატებსა და პეკინსა და მოსკოვის კავშირის შორის. ან იქ უნდა დავდგეთ, ან აქ უნდა დავდგეთ. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიაში შექმნილ ამ ვითარებას, ეს არის რუსეთის წარმოება, არ ვიცი რას გულისხმობთ თქვენ. ბატონო დათო და ბატონო მიშა, როცა ამბობთ რომ მოსკოვმა შეიძლება ამაში რაღაცა ხერი. არავითარ ხეირ აქ ხერზე არა, ლაპარაკი დროის მოგებაზე ვსაუბრობ. რა დროის მოგება რა მოსკოვზე უნდოდა, როგორ განვითარდეს ვითარება? რა თქმა უნდა არ უნდოდა. რა თქმა უნდა, რაც მოხდა სამხრეთ კავკასიაში, ეს მოხდა მოსკოვის სურვილის საწინააღმდეგოდ. ის რაც სირიაში მოვიდა, მოსკოვს ის მოვიდა აქ სამხრეთ კავკასიაში. თავის სურვილის საწინააღმდეგოდ. სირია ჯერ კიდევ დასრულებული არ არის, მე ვიტყვი. დასრულებული არაფერი არ ამიშა. არც სამხრეთ კავკასიაშია დასრულებული მდგომარეობა. და არც სირიაშია დასრულებული მდგომარეობა. არც სოფლიოშია დასრულებული მდგომარეობა. მე იმას კი არ ვამბობ, რომ რუსეთმა საბოლოო დამარცხება იწვნია სამხრეთ კავკასიაში. არა, რა თქმა უნდა. მე იმის თქმა მინდა, რომ ისეთი მძიმე მდგომარეობა ახლა შექმნილი, რომ საქართველოზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. საქართველოს შეუერთდება ამ ანტირუსულ რკალს, რომელიც იქმნება სამხრეთ კავკასიაში, აი ჩვენ თვალწინ. და ეს მდგომარეობა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ერთად არიან, ფაქტიურად რუსეთის წინააღმდეგ. თურქეთთან ერთად ის მდგომარეობა, რომ მალე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეიძლება აღდგეს. დიპლომატიური ურთიერთობები შეიძლება აღდგეს სომხეთსა და თურქეთს შორის. ის მდგომარეობა, რომ ზანგეზურის კორიდორი, სადაც რომელიც უნდა, რა თქმა უნდა ამუშავებულიყო, მაგრამ იქ უნდა ჩამდგარიყო რუსეთის სასაზღვრო ჯარები და დღეს ამ ზანგეზურის კორიდორს ღიად უწოდებენ ტრამპის კორიდორს, სახელობის კორიდორს, სადაც ჩადგება ამერიკული, კერძო არმია, მაგრამ ამერიკული ესა. ეს მდგომარეობა რა მოსკოვს აწყობდა? რა თქმა უნდა არა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება სამხრეთ კავკასიაში და საქართველოზე ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული. საქართველოს გადაწყვეტილება სად დადგება, შეუერთდება ამ ანტირუსულ რკალს თუ არ შეუერთდება, ამაზე რუსეთთვის ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. შეიძლება სასიცოცხლო მნიშვნელოვანი წილი იყოს, როცა ის დაკავებულია უკრაინის პრობლემებით. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ და უმაღლესმა პოლიტიკურ ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს მართლა აი დანის პირზე გავდიოდითო, რაც თქვა ბეძინა ივანიშვილმა, აღნიშნა 1-2 ეს მდგომარეობა ახლა შექმნილი. ამას წინათ აფხაზეთში 2-3 დღის წინ ესე იგი შედგა ანალიტიკოსების ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, ვინც გავლენას ახდენს აფხაზეთის პოლიტიკაზე, ისეთი ექსპერტების სტატფილი. სადაც პირდაპირ განიხილებოდა აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია, ყოველ შემთხვევაში განახლების შეტანა ამ კონცეფციაში, რომელიც არ ყოფილა, ეს განახლება არ ყოფილა თურმე 10 წელია, ბორო 10 წელი, იმის გათვალისწინებით, რომ ზუსტად იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ კავკასიაში შექმნილია ახალი ანტირუსული რკალი, რომელსაც საქართველოს შეუერთდება, ეს მათი პროგნოზია. აუცილებლად შეუერთდებაო და აქედან გამომდინარეო, ჩვენ თავდაცვის კონცეფცია და საგარეო პოლიტიკის კონცეფციაო, ჩვენ რაღაცა განახლებული უნდა გავაკეთოთ. ანუ აფხაზეთს კიდე დავშორდით რა თქმა უნდა, ჩვენ დავშორებული ვართ. რუსეთი იძულებულია, რუსეთისთვის დრო არ აქვს რუსეთს იმდენი უკვე. მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ეს დამატებითი პრობლემები შეუქმნეს რუსეთს. მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა შვება საქართველოს მიმართ, რა შვება აფხაზეთის მიმართ, რა შვება სამხრეთ ოსეთის მიმართ. იმიტომ რომ ამათზე არის დამოკიდებული აი ამ ბაზებზე, რომელიც აქ აქვს მას და იმ მდგომარეობაზე, რაც არის გიუმრიში სომხეთში. არის მისი გეოპოლიტიკური ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით, მისი მდგომარეობა სამხრეთ კავკასიის მიმართულებით, რომელიც გავლენას მოახდენს ჩრდილოეთ კავკასიაზე, რომელიც გავლენას მოახდენს შუა აზიაზე, ახლო აღმოსავლეთში, შავი ზღვის რეგიონზე. რუსეთი აქედან ძალიან დასუსტებული გამოდის. თუ ისე განვითარდა ვითარება, როგორც ერდოგანს უნდა. და ერდოგანს რაც უნდა ჩვენ ვიცით. ეს უნდა დიდი ტურანის, თურქეთის გავლენის გაძლიერება არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ შუა აზიაში და თვითონ ჩრდილოეთ კავკასიაში და რუსეთის ტერიტორიაზეც. და თურქეთის უკან დგას შეერთებული შტატები, ისრაელი, ბრიტანეთი. და ბრიტანეთი. ეს ძალიან მძიმე მდგომარეობა ახლა შექმნილი.
იმაზე კი გეთანხმებით დათო რომ ამას ძალიან სერიოზულად დარწმუნებული ვარ, ძალიან სერიოზულად უყურებს რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ მდგომარეობას სამხრეთ კავკასიის შექმნის და საქართველოს უნდა მიიღოს ძალიან პრაგმატული გადაწყვეტილება. არ ვიცი ახლა ნატოს ესე იგი ჩვენ შეიძლება კადრები ვაჩვენოთ. ხო, არა დათო. აი ხო რეჟისორს და ხო, აი ჩვენ ხედავთ რომ უმაღლესი საპარლამენტო მაღალი დონის დელეგაცია არის ჩინეთში, რასაც მივესალმებით ჩვენ. აი ბატონო, ეს სხვადასხვა ეს კაცი არის ჩინეთის კომუნისტური პარტიის საერთაშორისო განყოფილების უფროსი, აი როზის პირდაპირ ბატონი იმის პირდაპირ. და ერთდროულად ჩვენ ხედავთ რომ საქართველოში არის ნატოს წვრთნები და ამერიკის დროშები, ჯავშან ტრანსპორტიორები და ამერიკის დროშებით აი ეს ჯავშან ტექნიკა საქართველოს ქუჩებში დაგრიალებენ და საქართველოს დროშასთან ერთად. გასაგებია რომ ძალიან ფრთხილობს საქართველოს ხელისუფლება და აი ამ სიფრთხილის გამოხატულებაა ეს, მაგრამ მე არ ვიცი პესიმისტურად ვარ განწყობილი. იყო კი საჭირო ამის გაკეთება, იმას კი მივესალმებით ჩინეთში ვიზიტს რა თქმა უნდა. მაგრამ ამის გაკეთება იყო კი საჭირო ესე იგი საქართველოს ხელისუფლებას ნუ თუ ასეთი უმძიმე მდგომარეობა აქვს რომ ამაზე წავიდა, როცა ცხვირწინ უფრიალებს შეიძლება ეთქვა წითელ ნაჭერს რომ უფრიალებენ, აი ესე უფრიალებ რუსეთს. მოდით ახლა მე ამ ხელისუფლების ადვოკატს არ გამოვდგები ყველა მიცის. მაგრამ არც ერთი ოფიციალური პირი განსხვავებით სხვა წლებისგან აი ამ წვრთნების თუ სწავლებების გახსნაზე არ იყო მისული. არც ერთი ოფიციალური პირი, არც სამხედრო წარმომადგენელი, არც სამოქალაქო, არც პარტია, არც საპარლამენტო, არც აღმასრულებელი, ანუ პრაქტიკულად ამითი იგნორი გაკეთდა იმას დაკავშირებით, რომ ჩვენ დიდად არა ვართ მოხიბლული. ამით მე თქვენ გეთანხმებით. სწორედ ამიტომ არის აი ჩვენ ხელმოწერები რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ უკვე მეორე თვეა ვაკეთებთ ამას და საკმაოდ თქვენ იყურით გაქვთ მოსმენილი ის ხალხი ვინც რეკავდა ჩვენთან და ტელეფონი არ ჩერდებოდა ხო იქნებ კიდე ტელეფონის ნომერი ვაჩვენოთ ჩვენ მაყურებელს და მეგობრებს რომ არ ჩერდებოდა ტელეფონი და რამდენად ეს ხალხი არის უკვე მოწოდებული იმისკენ რომ რაღაცა ნაბიჯები ჩვენი ხალხი, ჩვენი მომხრეები რეგიონებიდან, თბილისიდან, ასაკოვანი ხალხი, მე კიდევ ერთხელ ყველას მადლობა მინდა აქედან უთხრა ამ დიდი მხარდაჭერისთვის. ეს ხალხი მოდიოდა დღეში რამდენჯერმე ასაკოვანი, პენსიონერი ქალბატონები მოდიოდნენ, ბატონები მოდიოდნენ, სხვა საზღვარგარეთიდან რამდენმა დარეკა ემიგრანტებმა. რამდენი გვიგზავნიდა თავის შევსებულ ბიულეტენს გვიგზავნიდა აქ აიღეს ინტერნეტიდან ფოტოშოპი და WhatsApp-ზე და მასე Viber-ზე გვიგზავნიდა რომ ოღონდ დაიწყეთ ეს საუბარი, ოღონდ დაიწყოს ხელისუფლება ეს ხო დიალოგი. ამიტომ ჩვენ გვაქვს წინაპირობა ბატონებო, ჩვენ გვაქვს ქალბატონი ზახაროვას ჩვენს მიმართ მომართვა არა ერთი, არა ორი, არა სამი. გვაქვს აგერ რუსეთის ყველაზე შეიძლება ესე თქვი საქართველოს მიმართ არაკეთილგანწყობილი პოლიტიკოსების აზრიც ვიცით რომ ისინი მიესალმებიან და კარგი იქნება თუ საქართველოს ხელისუფლება დაიწყებს პირდაპირ დიალოგს და ჩვენ გვაქვს დაახლოებით 150-200.000-მდე ერთი კიდე თუ გაგზავნა და იქნა საშუალება ამისი რომ ეს გავაგზავნოთ, რომ საიტი გაჩერებული არის სამწუხაროდ ლიბერალებმა გააჩერეს ეს საიტი. ჩვენ გვექნება ძალიან დიდი მანდატი 150.000 ზრდასრული გამოცდილი და თქვენ ხო იცით რა ასაკის დაახლოებით რა ასაკი გვირეკავს და რა ასაკის ხალხთან რა გვაქვს ურთიერთობა, ხო? ეს არის ის ხალხი, რომელსაც კარგად ახსოვს ისიც, ესეც, სხვა შორის ყველა არ არის, ყველა არ იყო კომუნისტური წყობის მომხრე. იქ ძალიან ბევრი ზვიადის მომხრეები არიან, ძალიან ბევრი არიან ეროვნული მოძრაობიდან, მაგრამ ნუ ხალხმა დაინახა რომ სხვა გამოსავალი არ არის. აი რასაც თქვენ ბრძანებთ. კონტრასტი დაინახა, როგორი იყო ეს საშუალებას მისცემს ბატონო დავით და ბატონო თემურ. საქართველოს ხელისუფლებას აი ესეთ ორჭოფულ მდგომარეობაში ყოფლით, თქვას რომ კარგი მე ეს ხალხი მთხოვს და ეს რაოდენობა გაიზრდება, რაც უფრო მეტი კრიზისული სიტუაცია შეიქმნება საქართველოში. თქვენ მაინც ხო გაქვთ მოსმენილი სატელეფონო საუბრები. კაი, შეიძლება ვისაც არ აქვს მოსმენილი, თქვენ ხო გესმოდა ეს ხალხი როგორი ენთუზიაზმით რეკავდა. როგორი ენთუზიაზმით და როგორი იმედით რეკავდა. ანუ ტყუილად ხო არ ხდება ესეთი რამ, არა? წარმოიდგინე და უფრო მეცაც გეტყვით. ის ვინც რეკავდა, ძალიან ბევრი მეუბნეოდა რომ ჩემი ნათესავებით თქვენ ჭკუაზე არიან, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ზოგი შვილი მუშაობს, ზოგი თვითონ მუშაობს. კიდე შიში იმისი რომ დღეს რუსეთთან ურთიერთობა არ არის პოპულარული.
არ არის პოპულარული, კიდე დევნილობის ქვეშ შეიძლება იყოს ადამიანი ამის გამო, ხო? აქ შიში არის ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ. გამოიკვეთა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, გახსოვთ ქართული ოცნება, არჩევნები ჩატარდება ამერიკაში, ტრამპი გაიმარჯვებს და მოხდება ჩვენი ურთიერთობების შეცვლა ამერიკასთან. ბაიდენი გასაგებია იმ deep state-ის წარმომადგენელია და როგორც კი ტრამპი გაიმარჯვებს, ჩვენ ესე იგი ჩვენ შეერთებულ შტატებთან სრულიად ახალ ეტაპზე გადავალთ ურთიერთობების. გახსოვთ ხო ეს? გაიმარჯვა ტრამპმა რამდენი ხანი გასული და ჩვენ გამოიკვეთა, რომ ასე თუ ისე უკვე გამოკვეთილია ეს პოზიცია სამხრეთ კავკასიის მიმართ, რომ აქ დათმობას არ აპირებს ტრამპი არაფერს. რა თქმა უნდა. საქართველოს არ დაუთმოს ის რუსეთს. ჩვენ ხედავთ აი ეს პროცესები რაც განხორციელდა, რაც მოხდა სამხრეთ კავკასიაში, რომ იქ ზანგეზურის კორიდორზე გამოჩნდა ამერიკის შეერთებული შტატები უშუალოდ. და ზეწოლა გაძლიერდება საქართველოს ხელისუფლებაზე ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, რომ საქართველოს შეუერთდეს აი ამ ინტერესებს, შეერთებული შტატების ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში და აი ამ ახალ მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აი დათოს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია ზუსტად მაგისთვის ემზადება. როცა შეერთებული შტატები ევროკავშირთან ერთად, ევროკავშირი არ მალავს ამას, რომ უნდა მოხდეს გადატრიალება, ხელისუფლების შეცვლა კონსტიტუციურად, არაკონსტიტუციურად, ამას მნიშვნელობა მაგათვის არ აქვს, ამას შეუერთდება აშკარად ტრამპის ადმინისტრაციას. ალბათ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველაზე უარესი სცენარი, როცა შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ბრიუსელთან ერთად, სწორედ რომ აი ამ ოპოზიციას შეუერთდება და რა თქმა უნდა გამოყენებული იქნება ის სიძნელეები, რაც სიძნელეებიც არის ქართული ოცნების წიაღშიც. რასაც ჩვენ ახლა დღეს ვხედავთ მთელი საქართველო ხედავს ამას, სხვათა შორის ეს კრიზისული მოვლენები, რაც არის და შეინიშნება თვითონ ქართულ ოცნებაში. სხვას ჩვენ ვერ დავარქმევთ იმ პროცესებს, რა პროცესებიც მიმდინარეობს დღეს. კარგი, ბადოდა სულ ერთი რეპლიკა მაგრამ ბოდიგვიხთ ახლა თქვენ იმას შემოვიდი, უბრალოდ ერთ სიტყვას ვიტყვი რა. ეხლა ჩვენ ვამბობთ, რომ უმძიმეს მდგომარეობაა, ხო? თქვენ ბრძანებთ და ბატონი დავითს მოსაზრებას, აი თურქულ მასში საქართველოს დროებით გადაცემის მომენტს შეიძლება დასაშვებიც იყოს, მაგრამ თურქეთის შეუერთდება ოპოზიციის მხარეს დაიჭირა. კი ბატონო, მაგრამ მოდით ახლა ნახოთ. ერდოგანი. ჩვენ ვამბობთ ამას, ხო? ესე იგი, ერთადერთი ტელევიზია ხო ჩვენ საკაბელოს გავდივართ, იმაზე ინტერნეტში გავდივართ. აი ნიკოლოზ ჟავანძის ტელევიზია საუბრობს ამაზე. მიყავს სტუმრები. მე მიწვეული ვიყავი ჯორჯიან ტაიმში ამ საკითხზე ვისაუბრე. თუ ეს საქართველოს ინტერესებშია და ხო მეთანხმებით, რომ საქართველოს ხელისუფლების ინტერესებშია. მე მოუწოდებ, რომ აი ეს ტელევიზიები, რომელიც მეტნაკლებად არ არიან დასავლურ ორიენტაციაზე, აწყობილები და არ არიან ნაყიდები და არ არიან ალტერნატიულ აზრს რომელიც თავაზობს. აი ეს ალტერნატიული აზრი მარტო ჩვენგან რატომ უნდა ისმოს, მარტო სეზონიდან, მარტო ჩვენგან, მარტო ჯორჯიან ტაიმსთან, სადაც არის ამაზე უფლებას გაძლევს ეს ხალხი, რომ ისაუბრო. და ყველა ამ ტელევიზიებს და ამ სოციალურ მედიას თავისი მომხმარებელი, თავისი მსმენელი ყავს. იმას თავისი სეგმენტი აქვს. ჩვენ სეგმენტში უნდა გავიშალოთ. აუცილებლად ოცნების მომხრეები, რომლებიც უყურებენ იმ გადაცემებს, რომელიც სადაც შუქდება კარგად დღევანდელი საქართველოს რეალური მდგომარეობა, იქაც უნდა იყოს ამაზე საუბარი, რომ აი ამ სეგმენტმაც მოისმინოს ის და მე ევჩენიერ დღეს არ აღმოჩნდეთ ბატონო დავით, ვაი ესა დაგვემართაო. ჩვენ მქონდა ესეთი ისტორიაში ეს გამოცდილება ბოლო 25 წლის მანძილზე. მე ბუდიშგიხთით რომ უბრალოდ პოლემიკაში შევედი ბატონ თემურთან და მაბატიეთ აღარ დავარღვევ იმას რა ქვია. მე არ ვიცი ჯორჯიან ტაიმსის პოზიცია ასე გამოკვეთილი ყოველ შემთხვევაში. არა, მაგრამ მაძლევს საშუალებას ერთადერთი ტელევიზია რასაც ვქეთ, რომ ჩვენ ყავს შვენიერი არანაკლებ პროფესიონალი ტელეჟურნალისტები, აგერ დათოს სახით. მაგრამ ჩვენ ტელევიზიაზე უკვე ვეღარ გავდივართ, ხო? ეს არის ინტერნეტ რესურსი. აქედან გამომდინარე ერთადერთი ტელეარხი, რომელიც ალტერნატიულ ხედვას კონკრეტულად გამოკვეთილად ავლენს და გამოაჩენს, ეს არის სეზონი და ნიკოლოზ ჟავანძის. სამწუხაროდ ასეა. რაც რა თქმა უნდა არ შეესაბამება საქართველოს მოსახლეობის განწყობებს. არ შეესაბამება ეს მდგომარეობა, იმიტომ რომ რუსეთთან დიალოგის მომხრე არის ბევრად უფრო მეტი, ვიდრე საინფორმაციო იმაში, თუნდაც ინტერნეტ რესურსში და სატელევიზიო სივრცეში არის წარმოდგენილი ეს აზრი. არ არის წარმოდგენილი ეს აზრი და ეს პოზიცია. კი ბატონო, მაგრამ ბატონ მიხეილ
ახლა არის ასეთი აზრი, რომ ეს ოპოზიცია, კი ვთქვით უკვე, მაგრამ ეს რევოლუციური სცენარი რამდენად განხორციელებადია, თქვენ როგორ ფიქრობთ აქ საქართველოში? გასაგებია რომ თუ აქამდე მივიდნენ, გარე ძალების მხარდაჭერა ექნებათ, მაგრამ ხალხი თავად რას იტყვის ამაზე? ან დაუშვებს კიდევ ერთ ასეთ რევოლუციურ გამოხტომას? ასე დავარქმევდი. თუ აქამდე მივიდა, კულმინაცია თუ მივიდა. იცით რა არის ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი კატეგორიულად წინააღმდეგია ყოველგვარი რევოლუციის, ყოველგვარი ქუჩაში გამოსვლის. იმ ერთი უბრალო მიზეზის გამო. იმიტომ კი არა, რომ ძალიან კმაყოფილია ხელისუფლებით და მისი პოლიტიკით, ეკონომიკით. არა. იმიტომ რომ ის ზალა, რომელიც უპირისპირდება ხელისუფლებას, ის აბსოლუტურად მიუღებელია ეს ზალა. ეს ზალა არის აბსოლუტურად კომპრომენტირებული. უფრო მეტსაც გეტყვით, ეს ზალა არის რომელიც ასოცირდება იმ ძალასთან, რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ აქ ერთი საფრთხე არის. ნაციონალური მოძრაობა ნელ-ნელა აი ამ ოპოზიციური ფრთიდან ხრება და უფრო სხვა პარტიები შემოდიან, რომლებიც არ არიან ასე ვთქვათ, აშკარად ასოცირებული ციხეებთან, გაუპატიურებასთან, კლასთან, წართმევასთან და აი ეს საფრთხე არსებობს. შეიძლება ისეთი ხალხი დადგეს არა ნაციონალებთან, არამედ ამ ძალებთან, რომელმაც სერიოზული პრობლემა შექმნას. და ჩვენ ვიცით განწყობები, ხო, განწყობები ვიცით, ყველა დავდივართ მაღაზიაში, ყველა დავდივართ ბაზარში, ხვდებით მოსახლეობას, ვიცით რა ხალხი რას ფიქრობს, ხალხს უნდა ამოსუნთქვის, ხალხს უნდა მისი ამოსუნთქვა, ეკონომიკას უნდა მისი ამოსუნთქვა, იმიტომ რომ შენ რო არტერია, აი ხელა არტერია რო ჩაკეტილი გაქვს და თუ ეს ზანგეზური ისე წავიდა, როგორც მავანი ფიქრობენ, მაშინ ჩვენ საერთოდ მოწყვეტილები ვრჩებით. ანუ ჩვენ აღმოჩნდებით იმაში რა ქვია კალათაში, რომელსაც გასასვლელი და ამოსასვლელი არ აქვს. შენ თუ რკინიგზა არ გახსენე, შენ თუ არ დაიწყე ურთიერთობა რუსეთთან და ღმერთმა დაიფაროს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსეთმა რაღაც მომენტში თვალი წახუჭოს ამაზე. და თქვენ რო თქვი დროებით მოხდეს აქ მათი გავლენა და რუსებმა თქვას მე ახლა ამე საქმეა, აგერ თურქეთი და ძმები თქვენი ყავთ გვერდით. წარმოიდგინეთ თან ავტომატურად დაიწყება წნეხი საქართველოს მიმართ, თუნდაც აი ამ სამხრეთელი მეზობლების მხრიდან. თუ ეს ზანგეზურის დერეფანი გაიხსნა და ახლა ბოლოს მედიას რასაც გადავავლე თვალი, თავად აზერბაიჯანის პრეზიდენტიც ცდილობს რომ ეს ტერმინი არ გამოიყენოს, ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფანი. რათა არ გააღიზიანოს სომხეთში ეს ულტრანაციონალისტურად განწყობილი ხალხი, რომლებსაც ნამდვილად არ სურთ აზერბაიჯანისა და თურქეთის ხიდი მათ ტერიტორიაზე. ანუ ეს ვიცით რომ სიუნიქზე გადის. მაგრამ წარმოიდგინეთ, მაშინ როდესაც ეს ღია წყაროებში ყველაფერი ეს ასახულია, საქართველოს საკმაოდ მაღალი ტარიფები აქვს თუნდაც სომხეთისთვის. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი თავის იმ ენერგორესურსების გადაზიდვით და თქვათ ყულევის ტერმინალია იყენებენ საქართველოს ტერიტორიას ტრანზიტისთვის, აქაც ტოვებს რაღაც საქართველოს ამით აქვს დივიდენდები. და თუ მოხდა ისე რომ ამუშავდება ეს ზანგეზურის დერეფანი, ჩვენ ვრჩებით საიტნოტში. ანუ პარალელურად თან ჩვენი აი ამ გაურკვევლობით რუსეთთან ვიწყებთ თუ არა დიალოგს. ხლა მათ დასავლეთს და ანტირუსულად განწყობილ ქვეყნებს მიეცემათ იმის სათქმელი, ახლაც სარაკლია მედიას. დასავლურ მედიაში აი თქვენ სულ უკვე რუსეთის მომხრე, იქ ხელისუფლება, რუსეთის თამაშს თამაშობთ და ნუ რაც ხაპარია რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ გამოსავალი არ გვჭება. რუსეთიც იტყვის რომ იცით რა ასაპირებთ მეგობრებო. თუ არ მოდიხართ ურთიერთობებზე, აი თქვენ მაქსიმალურად უკვე შევიწროებული იქნებით სამხრეთელი მეზობლების მხრიდან. თქვენ დაკარგავთ თქვენ შემოსავალ წყაროებს. ანუ ვინტილები მაქსიმალურად გადაიკეტება. აზერების მხრიდანაც, თურქების მხრიდანაც, სომხების მხრიდანაც. ანუ ყველა დაიწყებს ანუ მაქსიმალურად გაზდის წნეხს საქართველოს მიმართ. ჩვენ აქ დერეფანი გვაქვს ალტერნატიული, რატო გვახთევინებთ ამ ხელა საბაჟო გადასახადებს? სომხები იტყვიან. აზერბაიჯანელებიც იტყვიან, ჩვენ ახლა ალტერნატიული გზებით გავუშვებთ სხვა ენერგომატარებლებს. თქვენ რატო გიხდით აქ სატრანზიტო ამ ხელა თანხებს? ანუ პირობითად ვიძახი ამ ყველაფერს. შესაბამისად გება საკითხი ამ რუსეთის მხრიდანაც აი დაანონსებული აქვთ რომ საწვავის გაყიდვას შეამცირებენ. ან გვეტყვიან რომ ჩვენგან მარაგდებით, ნავთობით, ბენზინით, საწვავით ერთი სიტყვით.
რა გამოსავალი გვჭება ჩვენ? სხვათა შორის ტრამპის აი ეს 10 დღიანი ვადა, რაც მისცა 15 დღიანი რუსეთს, ამ ვადის ამოწურვის შემთხვევაში შეერთებული შტატები, ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს 500%-ით გაზარდოს ტარიფი იმ ქვეყნის პროდუქციაზე, რომელიც რუსეთისგან მიყიდის საწვავს. ეს შეგვეხება თუ არა ჩვენ ეს კონკრეტული სპეციალისტების საქმეა, ჩვენ ხო ასეთ ვისებ ყიდულობთ, ხო, რუსულ გაზს, აზერბაიჯანის გავლით და საწვავს. ასე რომ ბატონი დათოს ეს პროგნოზი სრულიად რეალურია, ზეწოლა გაიზრდება. ზეწოლა თუ ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა აქ დესტაბილიზაცია და ხელისუფლების შეცვლა და აქეთკენ მიდის ეთყობა ის ბრიუსელს შეუერთდება. ამ შემთხვევაში თურქეთიც რა თქმა უნდა შეერთებულ შტატებთან ერთად იქნებიან და აი ეს მეგობრული ისე იგი მდგომარეობა რაც გააჩნია საქართველოს ხელისუფლებას და თურქეთის ხელისუფლებას ეს გარეგნული ურთიერთობა დარჩება. ის რაც ხდებოდა და ხდება თურქეთსა და რუსეთს შორის, ვით გარეგნულად თურქეთი ერდოგანი ასე იგი პუტინის მეგობარია, ძმაკაცია და მოკლედ ზედამთვარე მასზე ამოწ და სინამდვილეში ჩვენ ხედავთ სირიაში რა გააკეთა, დროიხელთა და ჩვენ ხედავთ რა გააკეთა სამხრეთ კავკასიაში ახლა ზანგეზურთან დაკავშირებით და მის უკან დგას შეერთებული შტატები და ისრაელი. იგივე შეიძლება გაუკეთოს ერდოგანმა საქართველოს ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, ასე რომ საპარლამენტო არჩევნები, მოდი პირდაპირ ვთქვათ რა, საპარლამენტო არჩევნები რომელიც ჩატარდა 1 წელი არაა ჯერ გასული და აქ არ იყო სროლა, აქ არ იყო ქუჩაში პეკარდების კი არა, ავტომატის სროლა არ იყო და ამერიკის შეერთებულ შტატებმა მეხუთე სიჩქარეში არ ჩააგდო აქ გადატრიალების სცენარი, ეს 90% იყო რუსეთის დამსახურება. ანუ მათი არსებობა ჩვენ სამეზობლოში და ის ინტერესი რომ რუსეთის ინტერესში არ შედიოდა აქ არეულობა და აქ ომობანას თამაში, ეს იყო ძალიან გადამწყვეტი ფაქტორი. და რუსეთი არ დაუშვებდა. და მაშინ არც აზერბაიჯანი და არც სომხეთი ასე არის. მაშინ რუსეთის პოზიციები უფრო ძლიერია ვიდრე ახლა და ახლა თურქეთის პოზიციები უფრო ძლიერია. მაქითკენ მივდივარ ბატონო საქართველოში და სამხრეთ ვიდრე ასე რომ ახლა უფრო გაბედავენ ამას. მაქითკენ მივდივარ რომ მაშინ ჩვენი საპარლამენტო არჩევნების აი ესე დამთავრება უსისხლოდ, მადლობა ღმერთს და მადლობა იმ ზალოვნებს, რომელმაც დადგნენ მართლა და ყველას მადლობა, დადგნენ და თავის თავზე აიღეს ის სროლებით შეგინებას და დღეს აგინებენ იმ ხალხს. დღეს სხვა სიტუაცია არის. მაშინ გარანტი იყო ეს სამეზობლო არ დაუშვებდა ამას. თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი სომხეთი. დავამატებდი მიშა რომ ადგილობრივ არჩევნებს მოიგებს ოცნება. კი ბატონო. ადგილობრივ არჩევნებს მოიგებს და ჩვენს შევუწყობთ ხელს რომ ეს ასე მოხდეს. ჩვენი ძალებით რაც გაგვაჩნია, რომელიც ისეთი არაა როგორც იყო თუნდაც რამოდენიმე თვით ადრე სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენ ხელს შევუწყობთ იმას, რომ ოცნებამ გაიმარჯვოს. იმიტომ კი არა რომ მაინც და მაინც ზე ამოგდგის, არა, იმიტომ რომ ასე ზისამოსვლაზეც არ არის, ანუ ოცნებას თავი გავანებოთ, ოცნებას აქვს რა თქმა უნდა თავის არა, ჩვენსაც ვიზამთ, რომ არ მოხდეს მათი გამარჯვება. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ამ ოპოზიციაში ვინ არის. იმის შემდეგ რა მოხდია, ხო, აი ვინ არის. იმის შემდეგ ზალიანოთა სახე. ხო, ძალიან კი, სორი. ძალიან რთული პერიოდი მოდის. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. ძალიან რთული პერიოდი მოდის. როცა ოცნებამ დაუშვათ, უნდა დაუმტკიცოს საქართველოს მოსახლეობას, რომ ის მისი პოლიტიკური ძალა, რომ ემიგრაციაში წასულებს, აქ ვინც დარჩა, რომ ეს სოციალური ფონი უნდა შემსუბუქდეს. და ამისკენ არის ის ნაბიჯები რა ნაბიჯებსაც ის დგამს დღეს აი კორუფციასთან წინამდე ბრძოლა, ნარკომანიის წინამდე ბრძოლა. რასაც ჩვენ ხედავთ, რომ რაღაცნაირად აი ატმოსფერო სხვანაირი გახდა განსაკუთრებით ნარკომანიასთან დაკავშირებით. ჩვენ მე ასე ვგრძნობ ყოველ შემთხვევაში ქუჩებში არა ის მდგომარეობა რაც ადრე იყო, კატასტროფული. მაგრამ ეს უნდა განვითარდეს ამ მიმართულებით ეს შემსუბუქესება მდგომარეობის და ეს უნდა დაეტყოს აუცილებლად საქართველოს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას, თორემ
ქართული ოცნების ხელისუფლება ძალიან მძიმე ამოცანების წინაშე დადგება ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ხელისუფლების შენარჩუნების თვალსაზრისით. კი ბატონო, დღეს განათლებაზეც ალბათ უნდა ვთქვათ ორი სიტყვით, რომ ჩვენ გვახსოვს და ანონსებული იყო ის ცვლილებები, რაც უნდა განხორციელდეს ამ დარგში. ძალიან დაბალ დონეზე არის თუნდაც საშუალო განათლების თემა. ან ხშირად არის სოციალურ ქსელში, რომ ელემენტარულად ნააზრევის გადმოტანა არ შეუძლიათ ახალგაზრდებს. და აი ამ მიმართულებით ბატონო მიხეილ, ახლა ოცნება მოიგებს თუ წააგებს, არ ვიცი, ახლა ამ ოპოზიციას ალბათ არავითარი შანსი არ ექნება ხალხს ისედაც შექმნილი აქვს მათზე წარმოდგენა, გადასარევად ხედავენ რას წარმოადგენენ. მაგრამ განათლების კუთხით რაღაც უნდა გამოიცვალოს, ასე მე ასე ვფიქრობ, თქვენ როგორ გქონია. ბავშვებთ, მოდი პირდაპირ ვიტყვი, ეს განათლების სისტემა არ ექვემდებარება აღდგენას, შერემონტებას, რეკონსტრუქციას. ეს განათლების სისტემა არის მთლიანად დასანგრევი. ანუ ფუნდამენტის ქვევით უნდა ჩავიდეთ და არის ახალი სისტემა შემოსული. 30 წელმა, 25 წელმა საქართველოს განათლების სისტემა და არ არსებობს ჩვენ განათლების სისტემა არ გვაქვს. ანუ მისი გამოჯამრთელების ეს არის მკვდარი მოკლეს განათლების სისტემა აი ამ ამერიკულ დასავლური ევროპული იდეოლოგიით და აი ამ რაღაცა იმის სისტემა ამისის ბოლონია ბავშვები მიიყვანეს უწიგნურობამდე წერა კითხვის უცოდინრობა არის არ არის მარტო ინგლისურად ისიც ღმერთმა იცის რა ინგლისური იციან ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა და მაგაზე ნუ ვისაუბრ ინგლისური იცის ყველა ინგლისელმა და ყველა ამერიკელმა ვისაც 5-მდე დათვლა არ შეუულია 5-მდე კაცი ერთთვის ამერიკაში ინგლისური იცის ასევე სხვა ქვეყნებში ხო საფრანგული იცის აფრიკის ქვეყნების უმეტესობა მაგრამ შირომწყურვალები და გაბერილი მუცლები დარვიან ბავშვები ჩვენ განათლების სისტემა არ გვაქვს ეს არის თავიდან ასაფეთქე აიო დაშალო და ისე დაიშლება რომ ვერაფერს ვერ გამოიყენებ ანუ ისიც არ აქვს რაღაც აგურები რო ხო ეს შენობა რო იშლება რაღაცას გადააწყობ ან შიფერს ბოდიში ამ გამოთქვაზე ან აგურს ან კარფა არა აქ ვერაფერს ვერ გამოიყენებ მთლიანად დასანგრევი არის ამას ჭირდება იდეოლოგია საიდანაც დაიწყო თემურმა საუბარი ჩვენ იდეოლოგია რას ვაშენებთ არ ვიცით აი 32 წელი რას ვაშენებთ ავაშენებთ კოლონიურ ქვეყანა რომელსაც ზუსტად ის განათლება აქვს რაც კოლონიებს ჭირდება 1 2 3 4 5 6 და იმენაზე საუბარი ვის დომინიონიც არის ვინც არის დომინიონი შენი всё იდეალური კონსტრუქცია შენ ვერ შექმენი შენ შექმენი მომხმარებელი შემოქმედი არ აქვს შენ ხალხო რაზეა რა განათლებაზეა საუბარი კი ბატონო ჩვენ დარჩენილი გვაქვს 5 წუთზე ცოტა მეტი და ახლა რაც შეეხება კлау საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგს ახლა ეს სტრატეგია აღმაშენებელი 8 პუნქტიან სამოქმედო გეგმას აკუთვნებს. აქეთ კიდე ნუ ვიცით რომ ქართული ოცნება თბილისის მერობის კანდიდატად ასახელებს კлау კახიკალაძეს. აი ბატონ თემ თქვენ როგორ ფიქრობთ აქ რა შეიძლება ველოდოთ როგორ რა იქნება რა პერსპექტივებია? ოპოზიცია ემზადება არა ადგილობრივი არჩევნებისთვის, არამედ იმისთვის რაც მოხდება იმის შემდეგ. ну ეს ჩანს რა თქმა უნდა ახლა ბოიკოტის რეჟიმშია ოპოზიციის დიდი ნაწილი და მხოლოდ 2 პარტია მონაწილეობს ადგილობრივ არჩევნებში და ჩანს რომ ისინი ემზადებიან ადგილობრივ არჩევნების შემდეგ პერიოდისათვის და დესტაბილიზაციისათვის და იყენებენ ამისთვის ყველა შანსს ყველა სისუსტეს ყველა პრობლემას რომელიც არსებობს ქვეყანაში თქვენ დააგვირდით აი TV პირველის სიუჟეტებს. აგვირდებით კიდევაც, რომ ძალიან გახშირდა სიუჟეტები სოციალურ თემატიკაზე. ძალიან გახშირდა სიუჟეტები იმ ქონებრივ უთანასწორობაზე, რაც არსებობს ქვეყანაში, რაც ჩამოყალიბდა ქვეყანაში ამ 35 წლის მანძილზე. ძალიან გახშირდა სიუჟეტები გაჭირვებულ ხალხზე, სოციალურად დაუცველ ხალხზე, იმ ხალხზე, რომელიც ბაზარში 15-20 ლარი და შეიძლება ისიც არ ქონდეს დღეს შემოსავალი, მთელი დღე პაპანახება სიცხეში დგას. ძალიან გახშირდა სიუჟეტები ინფლაციაზე და ფასების მატებაზე
ისეთ პროდუქციაზე, რომელსაც უბრალო მოსახლეობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა კერძოდ კვების პროდუქტებზე საუბარი. ამას ყველაფერს ჩვენ უნდა მივხედოთ და პირველ რიგში უნდა მივაქციოთ ყურადღება, მიაქციოს ყურადღება უნდა საქართველოს მთავრობამ და ქართული ოცნების ხელმძღვანელობამ. კიდევ ერთი 4 აგვისტო მოდის. დიალოგი რუსეთთან. რუსეთთან დიალოგის დაწყება ყოველგვარი პირობების გარეშე დიალოგის ფაქტიც კი მე მგონია რომ ძალიან ესე შეცვლის პოლიტიკურ ვითარებას საქართველოს. თუმცა დასავლეთ ძალიან გააღიზიანებს და აი ეს ბერკეტებს გააღიზიანებს, მაგრამ ნუ ეს ანალიზის მაგრამ მეორეს ხრა რუსეთს დრო აქვს. მეორეს ხრა რუსეთს არ აქვს პრეტენზიები საქართველოსთან, მარტო ტრამპსა აქვს. აი ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს და მე მინდა მიმართო თავისუფალი ტრიბუნის ხალხს. აი თავისუფალი ტრიბუნიდან ამ დიალოგთან დაკავშირებით ვინ საუბრობს? ის ხალხი, რომელიც ამბასადორში შეიკრიბა. მხოლოდ რამოდენიმე 4 აგვისტო ახლოვდება გეორგიევსის ტრაქტატის დღე. რას ვაპირებთ? რას აპირებთ? ჩვენი სოლიდარობის როლი დიდია, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ვასრულებთ ასე ვთქვათ შავ სამუშაოს სიმძიმე მუშაობისა ჩვენზეა, ჩვენ რა თქმა უნდა, ამაზე უარი არ გვითხოვს და ამას სიხარულით ვაკეთებთ, მაგრამ თავისუფალი ტრიბუნის ის წევრები, რომლებიც სოლიდარობას არ ეკუთვნიან, აი მათზე არის საუბარი, რომლებმაც ასე ვთქვათ, ასე თუ ისე ლიდერების სახით გამოჩნდნენ იქ. ჩვენ უკვე უნდა დავაჩქაროთ მუშაობა და უნდა ვაჩვენოთ კონკრეტული რაღაცა შედეგები იმ ხალხს, რომელმაც ხელმოწერის სახით დაგვიჭირა მხარი და დაუჭირა მხარი სოლიდარობას და რა თქმა უნდა თავისუფალ ტრიბუნას. და ბატონო 2 წუთი გრჩება. 2 წუთი და მე შეიძლება ჩვენ თვითონ არ ვთქვათ იმ აღმაშფოთებელ ფაქტზე, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ, როდესაც დაწვეს რუსეთის დროშა და როდესაც მიაყენეს შეურაცხყოფა სპორტსმენებს, რომელთაც ჩამოსულები არიან მსოფლიო ჩემპიონატი. ეს არის მსოფლიო ჩემპიონატი. ეს არის რაღაცა კერძო ვიზიტი ან რაღაცა ესეთი ტურნირი, რომელზეც 3-4 ქვეყანა მონაწილეობს. ეს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც უყურებს მთელი მსოფლიოს დაინტერესებულია კონკრეტულად ამ სპორტით. მაგრამ აი ნახეთ ჩვენ რომ საუბრობთ მომავალში 4 ოქტომბრის შემდეგ რა გართულებები შეიძლება იყოს. ვინ არის გარანტი იმისი, რომ მსგავსი და რა ეს ჯერ პიკადო ფეიერვერკიაო და მე იქნება უკვე აღარ მახსოვს რაღაც თქვეს. ანუ მე სერიოზული იარაღი დაგბომბავთო. ახლა ეს ამის მე ეს რომ გართულდეს სიტუაცია და დაამთხიონ ნებისმიერი ტურისტის რუსი ღმერთო დაიფაროს რაღაცა გალახონ ცემა იყო 3-4 დღის წინ რუსი იყო თუ უკრაინელი ესე რა ქვია ტურისტი ცემეს ეს რომ დაამთხიონ და რაღაცა უბედურება მოხდეს აქ და მსხვერპლით დასრულდეს მე აქ ვინ არის ამაზე პასუხისგებელი აი ესენი ვინც ახლა დროშას წვავდნენ უნდა გამოათხრიო ჩაყარო 15 დღით იმაში რა ქვია საწუსაღოში და მე შეიძლება ვიღაცა დაფიქრდეს. სერიოზული პრობლემაა, მე ამას თყულა არ ვამბობ. ეს არის სერიოზული პრობლემა და ამას შეიძლება ისეთი გამშვები ჩართოს, აი 4 ოქტომბერს, რომ მე უკვე პროცესები გახდეს შეუქცევადი. ეს არ არის შემთხვევა, ეს არის მოსინჯვა. ხო იცით რომ კბილს უსინჯავენ. ეს არის მოთელვები და ვარჯიშებს ესე იგი ევროკავშირის დროშა თუ დაწვიდა შეურაცხყოფა მეაყანა ჯარიმა არის, საქართველოს დროშა გასაგები არის, იჟება კიდევ რაღაც დროშები, მაგრამ რუსეთის დროშაზე ეს არ არის. და სამართლებრივი ბერკეტები უნდა არსებობდეს. რომ ასეთ შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება იყოს. როცა ქვეყანა, რომელთანაც გაქვს არც თუ ისე, ასე ვთქვათ, დაალაგებული სიტუაცია და ყველა ცდილობს, ჩვენ გარშემო ყველა ცდილობს, რომ საქართველოს და რუსეთი არ დაჯეს ალაპარაკოთ. როგორც კი ჩვენ დავსწრებით ალაპარაკოთ, მერწმუნეთ რეგიონში დაიწყება ძალიან დიდი ცვლილებები. იმიტომ კი რომ ძალიან დიდი წარმოუდგენლობა მაქვს საქართველოსზე ან რუსეთზე. ამ ორი ქვეყნის სინერგია იქნება ძალიან სერიოზული. და ამაზე, აი რამდენი წელი ამაზე. და ერთ კითხვას დავსვა საბოლოოდ. ჩვენ გვაპატიებენ სტალინს და ბერიას? არ პატიობენ ჯერჯერობით. არც უსეს პატიობენ იმ დიდ გამარჯვებას, ფაშიზმზე ერთ-ერთ გამარჯვებას. ხო ხედავთ რომ არაა დამარცხებული ფაშიზმი. ერთ-ერთი ეტაპი იყო გამარჯვების. დიალოგის დაწყება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების მომხრეებს ბევრ მომხრეს შეძენს. რა თქმა უნდა.
მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმრები იყვნენ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი და გენერალური მდივანი თემურ ფიფია. ჩვენ შევხვდებით ზეგ 16 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.